სასტუმრო Redison Blue Iverias მისაღებ სივრცეებში მხატვარ ზურა აფხაზის ნამუშევრებია გამოფენილი. უკვე კარგა ხანია სასტუმროს სტუმრებსა და ხელოვნების მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ დასვენებასა თუ საქმიან შეხვედრებთან ერთად ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებით ისიამოვნონ. სხვადასხვა დროს აქ ბევრი ცნობილი ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართა. ამჯერად მხატვარ ზურა აფხაზის რეტროსპექტიული გამოფენაა ციური სხეულები. ეს საგამოფენო ფორმატი დედიკას გალერეასა და Silk Hospitality-ის თანამშრომლობით შეიქმნა. ზურა აფხაზის სათქმელი შავ-თეთრ ფერებშია ასახული ტილოებზე. ეს არის ამბები კოსმოსზე, ისტორიასა თუ წარმოსახვაზე. ხელოვნების მცოდნეთა თქმით, ზურა აფხაზის შემოქმედება ორ ფერზეა აგებული, მაგრამ უსასრულო კომბინაციებით მრავალფეროვანი ხდება. თავად მხატვარი კი ამბობს, რომ შთაგონებას მისი დაბადების ადგილიდან, უფლის ციხიდან იღებს. იქაურ ლანდშაფტებსა და არქაულ სივრცეს ენერგეტიკული პორტალებით აღიქვამს. ნამუშევრები არის სხვადასხვა პროექტებიდან, სხვადასხვა დროს შექმნილი, სხვადასხვა კონცეფციები, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინსპირაციები, დრო, სივრცე სხვადასხვა და ასე რომ ერთ მთლიან კონტექსტში ახლა გაერთიანდა ამ გამოფენით. რატო შავ-თეთრი ეს დიდი ხნის ამბავია, უკვე ძალიან დიდი ხნის ამბავია. და მე საერთოდ შავ-თეთრში მუშაობ, ვიცი, 25 წელი მაინც არის. და მე ვთვლი, რომ უფრო ამ ორ ფერში უფრო გამოვიხატები, პრინციპში დავებოდი და აი იმ ლანდშაფტი, ის ენერგეტიკა რაღაცნაირად გამოიხატება ალბათ შემოქმედებაში. ზურა აფხაზის ტილოები თითქოს კოსმოსური რუკებია, რაღაც განსაკუთრებული სათქმელის მატარებელი. თავად ამბობს, რომ არ ცდილობს ნამუშევრებით კონკრეტული გზავნილი გადმოსცეს. ინერცი ჩემთან ვცდილობ, რომ მართალი ვიყო. მართალი იმას გულისხმობ, რომ აი რაც მინდა, როგორც მინდა, მთელი ცხოვრება იმას ვაკეთებ. და მე რატომაც მოხდა ისე, რომ აი რასაც მე ვაკეთებ, რაც მე ძალიან მომწონს და რაც მე ასე სიამოვნებს, მე თუმე მოხდა ისე, რომ სხვებსაც აინტერესებს. მე მუშაობ ჩემი პიგმენტით რა, ჩემი პიგმენტით, აი შავი, თეთრი და რაღაცა და ამ პიგმენტს ვამზადებ. შეიძლება ახლა ეს საღებავი, შავი საღებავი ნებისმიერ რაღაცა ნახო და ის, მაგრამ აი რატომღაც რა სტრუქტურა ოდესღაც მიიღო ჩემი ყურადღება და აქედან დავიწყე თვითონ აი მურის სტრუქტურა რა. ხელოვნებათმცოდნეები ზურა აფხაზის შემოქმედებაზე ამბობენ, რომ მისი ნამუშევრები ხშირად სცილდება ტრადიციული ფერწერის საზღვრებს. მათი თქმით, მის შემოქმედებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მხატვრის მიერ არჩეული ფორმატი და ვიზუალური ენა. ზურა აფხაზი ნამდვილად გამორჩეული მხატვარია თანამედროვე ქართული ხელოვნების სცენაზე. ის ქმნის ექსპრესიულ მხატვრობას ძალიან დიდ მასშტაბურ ტილოებზე. აღსანიშნავია, რომ თვითონ მუშაობს პიგმენტზე და აი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ზუსტად აი მასალების მიმართ. ამ მასალებით, როგორადაც ვთქვათ, ის ერთგვარად ესეთი მედიტაციურ პროცესში ქმნის ამ ნამუშევრებს, ვხედავთ იმ ეფექტზე, ну რაც ახდენს ზოგადად რასაც ახდენს ეს ზოგადად ეს ნამუშევრები. ну ეს არის ძირითადად შავ-თეთრი ტილოები და შავ-თეთრის ვერსიას ის აკეთებს აი უსასრულო მრავალფეროვნებით. დედიკა ბულია, დედიკას გალერეის დამფუძნებელი ამბობს, რომ სწორედ სივრცის თავისებურებებიდან გამომდინარე გადაწყდა ზურა აფხაზის ნამუშევრების გამოფენა სასტუმრო Redison Blue თბილისის საგამოფენო სივრცეში. ეს არის დედიკას გალერეის Silk Hospitality-ის და Silknet-ის ერთობლივი პროექტი. 2012 წლიდან წარმოადგენს ჩვენი გალერეა ექსკლუზიურად ზურა აფხაზს და წლების განმავლობაში პოპულარიზაციისთვის და თვითონ ავტორის სხვადასხვა გამოფენების ანუ დაფინანსება გალერეის რესურსი სრულად არის მიპყრობილი ამ ავტორის ცნობადობის ასამაღლებლად. დღეს უკვე ზურას ყველა იცნობს, ძალიან მნიშვნელოვანი არტისტია. თვითონ ეს ექსპოზიციაც მე პირადად ძალიან მომწონს, ვინაიდან შერწყმულია საკმაოდ რთულ რელიეფურ კედლებში და არ იყო ადვილი ამის გაკეთება. Silk Hospitality-ის არტ-კურატორი მარიამ კაკაბაძე თანამედროვე ქართული ხელოვნების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ჩვენ ეს პროექტი დავგეგმეთ დედიკა ბულიას გალერეასთან ერთად. დედიკეის ესეთი გალერეა არის ძალიან მნიშვნელოვანი
თანამედროვე ხელოვნების გალერეა საქართველოში და ტრადიციულად Silk Road ჯგუფთან ერთად, Silk Hospitality-თან ერთად გავაკეთეთ ესეთი ერთობლივი თანამშრომლობითი პროექტი, რაც მოიცავს თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობას, როგორც საქართველოში, ასევე ესე ვთქვათ, საზღვარგარეთაც მყოფი არტისტების გამოვლენას. ზურა აფხაზი მოღვაწეობდა ევროპაში მანამდე, ეხლა არის საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც მუშაობს სპეციფიური თავისი, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ხაზი აქვს. ზურა აფხაზი ამბობს, რომ ხშირად არაფერს გეგმავს წინასწარ. ზოგჯერ სწორედ მუშაობის პროცესში იბადება ის, რაც საბოლოოდ ნამუშევარს მნიშვნელობას სცემს. მაგარი ხატრები არიან, ყველას მოხიდები. ძალიან ბევრი არიან, მაგრამ როგორც ისეთი რაღაცა ზეგავლენა და რაღაცა ეგ ალბათ ჩემში ჩართული თავდაცვის რაღაცა მექანიზმი იყო, რომელსაც მე უბრალოდ ვერ ვაცნობიერებდი, რაღაც ავტომატურად ჩაიწერა. ჩემს არის აქტუალური ის, რაც ეხლა ამ წამში მუშაობ. რა ეხლა მიმდინარე რასაც ვაკეთებ და მე ვთვლი ის აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცები ხდება და ზურა აფხაზის ნამუშევრები სასტუმრო Radisson Blu თბილისის საგამოფენო სივრცეში ივნისის ბოლომდე დარჩება.